დილამშვიდობის ეთერში ქრონიკა 9-ზე ახალ ამბებს გაგაცნობთ. რადიკალური ოპოზიცია კვლავ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებზე ლაპარაკობს, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის განცხადებებს მმართველ გუნდში ეხმიანებიან, სადაც აცხადებენ, რომ ოპოზიციას მტკიცებულება არ გააჩნია, ამიტომ არ ელოდებიან, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებენ. თავისთავად არავის არ აქვს მოლოდინი, რომ ისინი გამოცხადებიან პროკურატურაში და რაიმე დამატებით ღირებულს მისცემენ გამოძიების პროცესს, იმიტომ რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და ფაქტი მათ მხარეს არსებობს მხოლოდ ტყუილები და თითიდან გამოწვეული ვითომ არგუმენტები. ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურატურაში საქმეების აღძვრამ პრაქტიკულად გამოაცალა ყველგვარი არგუმენტის ოპოზიციას გაყალბებასთან დაკავშირებით. თან თქვენს რომ გამოვიძიოთ ამ დროს პროკურატურამ უთხრა რომ მოგძანდით და მოიტანეთ მტკიცებულებები და ესენი ამბობენ რომ არა თქვენ მოძებნეთ მტკიცებულებები. პროკურატურამ რა მტკიცებულებები უნდა მოძებნოს თუ შენ ამბობ რომ გაყავდა, მაშინ შენ უნდა მიიტანო მტკიცებულება. მოსამართლე, რომელმაც საიასარჩელი დააკმაყოფილა რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის მეუღლეა. გავრცელებული ინფორმაციით მისი ცოლი ელზა გურგენიძე აქტიურად არის ჩართული აქციებში და ოპოზიციის მსგავსად ისიც არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის. ინტერესთა კონფლიქტის გამო, როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ მოსამართლეს, წესით საქმესთან დაკავშირებით თვითაცილების მექანიზმი უნდა გამოეყენებინა. მოსამართლის გადაწყვეტილებას იურიდიულ ლოგიკას მოკლებულს უწოდებენ ქართულ ოცნებაში. რაც აქტივს დიდი ზეიმი აქვს შედგენილი და წარმოდგენილი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო ერთმა კონკრეტულმა მოსამართლემ, რომელსაც წესით და რიგით ალბათ თვითაცილებაც უნდა გამოეყენებინა ამ საქმესთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან თუ ვიმსჯელოთ მისი მეუღლე რა პოსტებით არის წარმოდგენილი სოციალურ ქსელში და ზოგადად როგორი აქტივისტური საქმიანობით არის ის დაკავებული, მაგრამ ეს ყველაფერი რომ იქით გავწიოთ, გადაწყვეტილება ცალსახად არის ყველანაირი იურიდიულ ლოგიკას სამართალს მოკლებული და მხოლოდ სწორება აქვს აკეთებული იმ აგენტურულ და იმ ნაცურ ნარატივზე, რომელზეც ასე ხშირად გვესმის უკვე ორი თვის განმავლობაში. და ერთი საინტერესო ფაქტია კიდევ, რომ თურმე ამდენი წლის განმავლობაში ნათელი გახდა თურმე ამდენი წლის განმავლობაში რატომ ითხოვდნენ და რატომ იძახდნენ კლანიო და რატომ უნდათ სასამართლოს ხელში ჩაგდება. ფაქტია, რომ შემდეგ უნდა მიღებულიყო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელსაც ნაცკლასტერი შეეძლებოდა რომ გამოეყენებინა გადატრიალების კიდევ ერთი მცდელობისთვის. არჩევნებში დამარცხებულმა ოპოზიციონერებმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას თქვეს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ანონსებენ ბრძოლას ქუჩაში. სამოქმედო გეგმის გასაცნობად დაბარებულ მოქალაქეებს მამუკა ხაზარაძემ უთხრა, რომ გეგმა ვართ ჩვენ. ზურაბ ჯაფარიძემ კი თქვა, რომ მოუწევთ ქუჩაში დგომა. აქციაზე არ ჩანდა ნიკა გვარამია, რომელიც კარვების აქციის შესახებ აცხადებდა. ვითარების დრამატიზების მიზნით შეკრებილებს სცენიდან უთხრეს, რომ გაზი გაუშვეს, თუმცა სიტყვით გამოსვლა ჩვეულებრივ განაგრძეს. დედაქალაქის მთავარი გამზირიდან პროტესტის მონაწილეებმა ბარათაშვილის ხიდზე გადაინაცვლეს. შემდეგ იუსტიციის სახლთან რამდენიმე წუთით საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. მშრალი ხიდიდან აღმაშენებლის გამზირისკენ დაიძრნენ, რის შემდეგაც აქცია მსვლელობა დასრულდა. მხარდამჭერებს დღეს სპორტის სასახლესთან ელოდებიან. სულ მეკითხებიან, რა არის გეგმა, რა არის ოპოზიციის გეგმა? გეგმა ვარ ჩვენ. როცა საუბარია იმაზე, რა არის გეგმა და საით უნდა წავიდეთ, ბევრი არანაირი მრავალნაირი გეგმა არ არსებობს. მოგვიწევს ქუჩაში ბრძოლა. იცით რატომ გავიმარჯვოთ? იმიტომ რომ ჩვენ ვართ ხალხი. ჩვენს გარშემო ქართველები არიან, ვისის სულებიც იწვის სირცხვილით. მათ იმის უფლებაც არ აქვს და შესაძლებლობა ჩვენთან ერთად ბრაზი გამოხატონ დღეს რუსთაველზე. გაზი გამოუშვა, ვიღაცამ აი აქ ზემოთ გაზის სუნია საშინელი, ხუთავი გაზი. აქციას სოციალურ ქსელში სახელისფრებო გუნდის წარმომადგენლები ეხმაურებიან. ოპონენტების აქციას გეგმის გარეშე პოლიტიკოსები სარკასტულ პოსტებს უძღვნიან. აქციები ისე ჩატარდეს, ფოთოლი არ ჩამოვარდეს. ჯერ ვაგზლის მოედანი, მერე რუსთაველი, ხვალ სპორტის სასახლეო, მერე თბილისი +1 ქალაქიო და ასეთი აქციების სპირალი იქნებაო, ასე თქვეს ლიდერებმა. მოინახულე საქართველოს ტურია?
28 ოქტომბერს რაც სალომეს უნდა ეთქვა, ხუთშაბათს უნდა ეთქვათ. ხუთშაბათს რაც ბრიფინგზე უნდა ეთქვათ, დღეს უნდა ეთქვათ აქციაზე. დღეს რაც უნდა ეთქვათ აქციაზე, ხვალ თენგო იტყვის სპორტის სასახლესთან. ოპოზიციის აქციის რადიკალურად განწყობილი წევრები კვლავ გამოირჩეოდნენ მათთვის არასასურველი მედიის მიმართ აგრესიით. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობაც. თქვენი დედა მუშაობენ. თქვენი დედა შეგამზრდა ეგეთი მოხრდელი ხარ, უსრდელი ხარ. NDI-სა და IRA-ის სწავლება პოლიტიკოსებისთვის, რომელიც ამომრჩევლის მობილიზებასა და ხმების დაცვას შეეხება. მმართველი გუნდის წევრების განმარტებით, ოპოზიციის კრიტიკა ალოგიკური, რადგან როგორც აცხადებენ, აღნიშნული ორგანიზაციების სემინარებზე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აძლევენ რჩევას ამომრჩევლების მობილიზებისა და მათთან კომუნიკაციის შესახებ. რეალურად, რასაც ქვია მობილიზება საარჩევნოდ საზოგადოების შენი მხარდამჭერის საზოგადოების ეს არა თუ NDI-ის და IRA-ის სახელმძღვანელოების წერია, არამედ საქვეყნოდ ცნობილია, რომ არჩევნები სწორედ იმისთვის არის, რომ ქვეყანას ყავდეს ღირსეული ხალხისაგან არჩეული მთავრობა და არ უნდა იყოს რაიმე გამონაკლისი იმ შემთხვევაში თუ კი ვიღაცას გონია რომ ისედაც გაიმარჯვებდა სახლიდან არ უნდა გამოვიდეს. ყველა პარტიას NDI IRA-იმ ძალიან კარგად იცის საზოგადოება ვინ არიან ეს ორგანიზაციები, იმიტომ რომ არაერთის იყო ამაზე საუბარი, მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობს და აი ამ ორგანიზაციების სემინარების ჭრილში იყო ყველასთვის მიცემული რჩევა თუ როგორ უნდა მოიქცეს პოლიტიკური პარტია არჩევნების დროს ქვეყნის კონკრეტული მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომ მოახდინოს საზოგადოების მობილიზაცია, იქონიოს ელექტორატის კონკრეტული საკომუნიკაციო არხები. ევთოოდირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ მოქმედი პრეზიდენტი კვლავ მიმართავდა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, თუმცა მნიშვნელოვნად ნაკლებად ვიდრე პირველ ტურში. მედია კი პროცესს დაუბალანსებლად აშუქებდა. ხმის მიცემის პარულობა ყოველთვის არ იყო უზრუნველყოფილი, ძირითადად საარჩევნო უბნების დაგეგმარებისა და ვიდეო კამერების განლაგების გამოწერია დოკუმენტში. უცხოური ჩარევითა და ხმების მოსყიდვის სქემებით შექმნილი მოწვევები კვლავ აქტუალური იყო მეორე ტურში, ნათქვამია ასევე დოკუმენტში. დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ დაკვირვების ქვეშ მყოფი საარჩევნო უბნების 7%-ში ამომრჩევლების თვალთვალის ფაქტები გამოვლინდა, რაც მათივე თქმით შემაშფოთებელია. საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნაში აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა ეფექტიანად და პროფესიულად, კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია, მაგრამ 7 დღიანი კამპანია გამოირჩეოდა უარყოფითი რიტორიკის ზრდით. აღსანიშნავია, რომ ევთოოდირის წინასწარ დასკვნაში არსად არის გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორიცაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ევთოოდირის მიერ მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების შესახებ მომზადებული დასკვნის ირგვლივ ევროპულ გამოხმაურებებს აფასებენ ქართულ ოცნებაში. მმართველი გუნდი პარტნიორების ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. ის რომ არის რამოდენიმე სტანდარტი სამწუხაროდ შეფასებებში ჩვენი პარტნიორების მხრიდან ეს არის ნათელი მოლდოვაში ჩატარებული არჩევნებს რომელსაც აკვირდებოდა თელი საზოგადოება და თქვათ იგივე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს რაღაცა ერთგვარი სტანდარტით სამწუხაროდ ცალკეული სადამკვირვებლო ორგანიზაციები არ ზომავენ და არ ახდენენ მონიტორინგს და ეს ბუნებრივია სამწუხარო ფაქტია თუმცა ის სიმართლე რომელიც 26 ოქტომბერს დაფიქსირდა საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს უკვე აღიბეჭდა ევთოოდირის დასკვნაში და ამ სიმართლეს წყალი არ გაუვა. შეერთებული კვლავ საქართველოს ახმეტის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე 270 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებაში გაუშვეს. ახმეტის მუნიციპალიტეტს კოლხური ხოხბების აჩუქრად ორგანიზაცია აგროკართუმ გადასცა. კოლხური ხოხობი საქართველოს უძველესი ბინადარია და მისი ველურ ბუნებაში გაშვება ხელს უწყობს პოპულაციის მომრავლებასა და აღდგენას. აღსანიშნავია, რომ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლებისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის პოპულაცია ბუნებაში მათი გაშვების გზით იზრდება.
საშენი მეურნეობიდან, საჩხერის მუნიციპალიტეტიდან დღეს ჩამოვიყვანეთ კოლხური ხოხობი და გავუშვით ახმეტის მუნიციპალიტეტში 3 ლოკაციაზე. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, მანამ სანამ ეს მოწყვლადი ფრინველები არ იქნება აღდგენილი. მიმდინარეობს კოლხური ხოხბის პოპულაციის აღდგენა. ეხლა ჩვენი ძალისხმევა მიმართულია, რომ ეს პოპულაციები აღდგეს. ვიმედოვნებთ, რომ ამას გაითვალისწინებენ ადგილობრივი მონადირეებით. 270 ფრთა ხოხობი გავუშვით, ეს უკვე შეიძლება ითქვას სისტემატიური ხასიათი მიიღო, ამის შედეგებს უკვე ვხედავთ ახმეტაში და ის ძველი ჩვენი ბუნების სილამაზე, რასაც ემსახურება ამ ხოხბით გამრავლება, უკვე შედეგი სახეზეა. დასასრულს ნიკაც 9-ზე ამით დასრულდა. ახალ ამბებს 10 საათზე დავუბრუნდებით. ეთერს განაგზობს იმედის დილა.